საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ არ ვაპირებ ვრცელი ვიდეო ლაივის ჩაწერას, წინაც არ მინდა გითხრათ, იმიტომ რომ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ომის თეატრთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობს ირანში, ამისთვის შევქმენი სპეციალური ვიდეო ბლოგი და ვისაც გაინტერესებთ, რამოდენიმე წუთში დაიდება ჩემი YouTube-ის არხზე და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ, როდესაც დაიდება აქაც მოგაწვდით კომენტარებში და შეგიძლიათ იხილოთ, ან ვისაც აქვს გამოწერილი გამოიწერეთ, თუ არა გაქვთ გამოწერილი, ამიტომ ვისაც გაქვთ გამოწერილი, ისინი ბუნებრივია ნახავთ, ჩემი Telegram-ის არხი ქვემოთ არის მითითებული, გამოიწერეთ და არც ერთ ინფორმაციას არ გაცდებით, რაზეც არის საუბარი, ერთ-ერთი ყველაზე მეტი ისეთი საშუალება არის, რომ ინფორმაცია არ გამოტოვოთ. ახლა რაც შეიძლება, რატო გადავწყვიტეთ აი ახლა ვიდეო ლაივის ჩაწერა. ერთი სიახლეს გეტყვით, რომ დღეს საღამოს დაახლოებით თბილისის დროით ასე 10 საათისთვის YouTube-ის არხზე მექნება ტრანსლაცია, მეყოლებოდა ძალიან საინტერესო სტუმარი, წინასწარ არ გავამხელ, გამომდინარე იქედან რომ ტექნიკური ხარვეზები თუ არ შეგვიშლის ხელს, ამიტომ მოდი ამას სიურპრიზად დავტოვებ, ძალიან საინტერესო საუბარი იქნება. და ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ შემოგბრძანდეთ, ნახოთ საღამოს 10 საათზე იქნება ეს ვიდეო ტრანსლაცია, მანამდე კი მინდა უბრალოდ გამოვეხმაურო აი ამ ამბავს, რაც საქართველოში ხდება და მინდა აქედანვე მოუწოდო აი ამ გამოსირებული ქოცების ბერიას რო ეძახიან იმას, რა ქვია, მდინარაძეს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსს, რომლის პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის. ეს არის კომიკური სიტუაცია, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თინა ხიდაშელი და მისი ბანდა თურმე არის დაკითხვაზე დაბარებული უშიშროებაში და ზოგს უკავშირდებიან და ზოგს ვერ უკავშირდებიან. ესა უბრალოდ სასაცილო, რასაც სახელმწიფო უშიშროების სამსახური აკეთებს, რომ მათ ვერ შეძლეს თურმე დაკავშირება გივით არგამაძესთან და ტელეკომპანია იმედში გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე თურმე გაიგებს ვიღაცა მისი ახლობელი და ეტყვის. და რო გითხრათ იმ კაცს, რომ მე არ ვიციო, კაცო, არც ტელეკომპანიებიც საერთოდ არ უყურებ, არც ჩემიანიო და თქვენ ვერ დამიკავშირდითო, ჩემი რა პრობლემა არისო, რას ეუბნებით იმ ადამიანს. მე არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს, გივით არგამაძე იქნება თუ ნებისმიერი იქნება. აი ესეთ განცხადებას, როდესაც აკეთებს უშიშროების სამსახური, ელემენტარულ კითხვას უსვა მე ყველა ნორმალურ ადამიანს ამ გაუბედურობის პერიოდში, როდესაც ირგვლივ მსოფლიო ლამის დაქცევის სტადიაში არის შესული, რისი წარმოდგენა და რისი ფიქრი უნდა გქონდეს ადამიანს, როგორ ქვეყანაში ცხოვრობს და რაც უნდა ელოდებოდე. ამათი დაცული ქვეყანა და ამათი გადარჩენილი ქვეყანა? და ამათ უსაფრთხოების იმედად ძინავს დღეს ქართველ ადამიანს საქართველოში? აი ეს არის ტინგლიცა, არაკაცი, ნაძირალა, რომელი ნაძირალაც ჩაფრენილი არის ხელისუფლებაში და მთავარია მისიანების დაჭერით არის, გუშინდელი რომ მისიანები იყვნენ, მათი დაჭერით არის დაკავებული და აი ამათ ხელში არის სათამაშოთაა გადაქცეული სახელმწიფო. სათამაშოთ არის გადაქცეული. ამიტომ მე მინდა უთხრა წინა ამას ვწერ ნორმალური ქართული საზოგადოებისთვის და მე არ მაინტერესებს არც ქოცების აზრი, არც ხვების აზრი, აქედან გამომდინარე ვამბობ ამ ყველაფერს, რომ მე ვინმე არ თქვას, რომ არ გითქვიაო და არ იცოდო. ჯერ ერთი დავიწყოთ იქედან, რომ თინა ხიდაშელი ეს რომ გამოცდილი მოღალატე არის, ისევე როგორც თქვენ ხართ ქოცები ამ ქვეყნის მოღალატეები ამ ქვეყნისთვის, არც ერთი ნორმალურისთვის ეს ახალი ამბავი არ არის, ხო? ხო არ არის ეს ახალი ამბავი. ხო ყველამ კარგად ვიცით. და დღეს რო გაქვთ ენაზე წამოგებული თინა ხიდაშელი, თქვენი თავდაცვის მინისტრი არისო? თქვენი თავდაცვის მინისტრი არისო? კაპანაძე თქვენ დროს გენერალური შტაბის უფროსი არისო? თქვენივე დანიშნული და არა ვიღაცის მოყვანილი. აბა ვის რას ედავებით? ეს ერთი, მოდი აქედან დავიწყოთ.
ეხლა დანარჩენს რაც შეეხება. კაპანაძის ამბავი არის გადაჭარბებული, არ ეგეგონოს მე ვინმეს ხელს ვაფარებდე და კაპანაძე, როდესაც გენერალური შტაბის უფროსი იყო, მაშინ რაც შეიარაღებულ ძალებში ხდებოდა და ის კრიმინალი და ის უბედურება და ის კორუფცია და ის უნდა იყოს რაჟერ გამოძიებული. ისევე როგორც თინა ხიდაშელი, რომლის კისერზეც არის დელტას ქარხნის გაჩერება, მთლიანად ქართული წარმოების შეწყვეტა, ქართველი ოფიცრების, ქართული ავიაციის გაუქმება და დამსახურებული ქართველი გმირი პილოტების გაშვება სამსახურიდან და რომლებიც მერე დაიღუპნენ ზოგი მაშინ რა ქვია კონგოში წავიდა და ზოგი ავღანეთში წავიდა და ზოგი საწავიდა და საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ასეთი ელემენტი რასაც თქვია და საჰაერო თავდაცვა საერთოდ გააუქმა ამ 10-15 ადამიანის შენახვა საქართველოს პრობლემა გაუხდა თინა ხიდაშელის გატარებული რეფორმებიდან. აი ეს არის მთავარი უბედურება, რომ ხიდაშელი აქამდე არის მოსული. ახლა რაც შეეხება მის განცხადებას, რომ თურმე საქართველოში ხდებოდა რეკრუტირება და რომ თურმე საქართველოში ხდებოდა ირანის მხარდამჭერი, რა ვიცი, ქვედანაყოფების შექმნა, ამის შექმნა და იმის შექმნა. მე მინდა გავახსენო ხიდაშელს. თუ ვინმე უწყობდა საქართველოში, თუ ვინმე და ქართულ არმიაში კონკრეტულად, ქართულ არმიაში და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ისლამის გავრცელებას და რეკრუტირებას, ეს იყო თინა ხიდაშელი და ეს იყო ანადოლიძე. აი ეს ორი ძუკანა, რომლებმაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაიწყეს მეჩეთების და ჯამების მშენებლობა იმ მოტივით, ხაზს უსვამ, იმ მოტივით, რომ თურმე ქართულ შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ რელიგიური უმცირესობის ხალხი, მუსულმანები და თუ არსებობს მართლმადიდებლური სალოცავი, რატო არ შეიძლება არსებობდეს მუსულმანური მეჩეთი. აი ამ ტოლერანტობის, აი ამ ყველაფრის ნიღბით. სინამდვილეში ეს ყველაფერი იყო ქვეყნის შეიარაღებული ძალების სანგრევად, რაც აძლევდა საშუალებას, პირდაპირ მინდა უთხრა, საქართველოში არსებულ იმას რა ქვია მუსულმანურ მოსახლეობას და რომლებსაც კავშირი ჰქონდათ იმ პერიოდის სირიაში არსებულ ერაყისა და ლივანტის ეგრეთ წოდებული იგილის მებრძოლებთან და არავისთვის უცხო არ არის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურეები თუ მოქმედი მოსამსახურეები, რომლებმაც შემდეგ დაწერეს ეს რა ქვია განცხადებები და წავიდნენ შეიარაღებული ძალებიდან და ისინი აღმოჩნდნენ ისლამური სახელმწიფოს რიგებში, როგორც მებრძოლებად, ასევე არა მარტო მებრძოლებად, იმ პერიოდის სარდლებადაც კი. მათ შორის ბათირაშვილი ერთ-ერთი, რომელიც აიძულეს, რომ სამშობლო დაეტოვებია. და ძალიან ახლო კავშირები ჰქონდა თინა ხიდაშელს გამოიძიეთ ეს და ანადოლიძეს და აი ამ თელს კოლექტიურ სანაგვეს, რომლებიც იმ დროს შეიარაღებულ ძალებს თავზე აჯდნენ, სრული რეკრუტირება და სრული მომზადება განეხორციელებიათ ქართული შეიარაღებული ძალების ფარგლებში მებრძოლებისთვის, რომელი მებრძოლებიც გაივლიდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეკრუტირებას, წვრთნას, ჩვეულებრივად ყველაფერს თავიდან ბოლომდე როგორც ქართველი ჯარისკაცი, შემდეგ კი პატაკის საფუძველზე დაეთხოვებოდნენ შეიარაღებულ ძალებს და ისინი ჩაეწერებოდნენ ისლამური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების რიგებში. და ეს ყველამ კარგად იცის, რომ ასე იყო, უამრავი ქართველი იქნა წასული აი ამ ფორმატით, აი ამ კანონიერი ლეგალური ფორმატით, რომელიც შექმნა ზუსტად თინა ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და უამრავი ქართველი საქართველოს შვილი, ქისტი ჩვენი თანამემამულე და ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენი ძმები, აი ასეთი ფორმატი შეუქმნა. მათ გავლებიებდა წვრთნას და აღჭურვას ქართულ შეიარაღებულ ძალებში, სადაც ასევე მეჩეთების და ჯამების მეშვეობით, რომელიც თინა ხიდაშელმა და ანადოლიძემ გახსნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მიიღებდნენ ასევე სასულიერო, ასე ვთქვათ, გაძლიერებას
და ისინი შემდეგ მიდიოდნენ ქართული შეიარაღებული ძალებიდან მომზადებული, სულიერად გაძლიერებული შეიარაღებული ძალების და სასულიერო სასწავლებლების და ეკლესიების გავლის შემდეგ საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად და მიდიოდნენ სირიაში და იბრძოდნენ. ესა უამრავი ფაქტი. და თქვენ შეგიძლიათ ეს ნებისმიერ შეუძლიათ ძალიან მარტივად გადაამოწმოს იმას მე რასაც ვლაპარაკობ. და როდესაც ეს კახპა გამოდის და ლაპარაკობს რომ თურმე სადღაც ირანის რომელიღაცა ეს რა ქვია მუსლიმური სასწავლებლები რეკრუტირებას ამზადებდნენ საქართველოში, ეს არის ჩვეულებრივი, უბრალოდ ანტიირანული, ამას არაფერი შეხება არ აქვს იმ რეალურ პრობლემასთან, რეალური პრობლემაც საქართველოს ედგა და უდგას, ამ ყველაფერთან არაფერი შეხება, ეს არის ჩვეულებრივად პროდასავლური, პროისრაელული, პროამერიკული განწყობების გაძლიერება საქართველოში, რომლის მიზანიც არის საქართველო იქნას რამენერად ჩაბმული და ჩათრეული აი ამ ომში, რომელი ომიც კიდევ ერთხელ გეუბნებით იქნება უფრო საშიში და უფრო კატასტროფული, ვიდრე შეიძლება საქართველო-რუსეთის ომი გამხდარიყო 2022 წელს და 2022 წელსაც ეს ნაგავი ხალხი ზუსტად იგივეს ახორციელებდა, რასაც ახორციელებს დღეს. ამიტომ მოუწოდებ მე ქოცებს. მოუწოდებ აი ამ ბოზიშვილს პირდაპირ. დინარაძეს, მოუწოდებ თელ სპეცსამსახურებს, მოუწოდებ პროკურატურას, გამოიძიონ იმას, რასაც მე ვსაუბრობ, ეს ღია არის, ღია წყაროებიდანაა ყველაფერი და არაფერს მეზედმეც არ ვამატებ. მოახდინონ სასწრაფო დაკავება ხიდაშელის, მთელი მისი ბანდის, აი გუბოსების და ასე შემდეგ. ესენი ამ ქვეყანას კი ბევრჯერ ჰქონდათ შანსი, რომ ეს ქვეყანა დაიღუპათ. მაგრამ აი ახლა ძალიან იდეალური მომენტი უდგათ და თუ ეს ასეთი ბოზიშვილები თუ არ იქნებიან ჩასმული ციხეში, მე მინდა მოგიწოდოთ ქოცებს. თქვენ ქოცებს მინდათ პირადად მოგიწოდოთ, რომ თქვენი შვილები და თქვენი შვილიშვილები და თქვენი შვილთაშვილები ისე იქნებიან გაწყვეტილები, როგორც იქნან გაწყვეტილი სირიაში ქრისტიანები. აი ამ უბედურების მოტანა შეუძლია ამ ყველაფერს. და ეს ხდება პირდაპირ ქვეყნის დასანგრევად და დასაქცევად. რაც შეეხება იმას, რასაც თინა ხიდაშელი ამბობს, თინა ხიდ კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით და პასუხისმგებლობით, მათ შორის კაპანაძე იყო მაშინ ეს რა ქვია, გენერალური შტაბის უფროსი. კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, მასაც უდიდესი წვლილი აქვს ამ ყველაფერ უბედურებაში. კიდევ ერთხელ გეუბნებით. თუ ვინმე მოახდინა მუსლიმანი საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების მომზადება, რეკრუტირება და მას შეუქმნა ყველანაირი პირობა ქართულ შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო გამოცდილების, სამხედრო საქმის შესწავლის და ასევე რელიგიური ხაზს უსვამ რელიგიური პროპაგანდის მისაღებად, ეს იყო თინა ხიდაშელი. და ეს ხალხი და ძალიან კარგად იცით უშიშროება მე რა ხალხზე მაგრამ მე იმ ხალხს არაფერს არ ვერჩი. მე იმ ხალხს ისინი პირიქით. იგივე თარხან ბათირაშვილი 2008 წელს ჩვენი თალამებრძოლი იყო და საკუთარი სამშობლოსთვის თავს დებდა რუსეთის წინააღმდეგ ომში და მე ვენაცვალე იმ ადამიანებს, რომლებმაც არაქართველებმა, რომლებმაც საქართველოს გულისთვის თავი გაძლეს. მე იმ ხალხს არაფერს არ ვერჩი, მათთვის ეს იყო რელიგიური ომი და მათთვის ეს იყო იდეალური საშუალება ამ რელიგიურ ომში წასულიყვნენ შესაბამისი მომზადების გავლით. იქ უკვე რამდენი რამეები გამოჩნდება, ეგ უკვე უშიშროების გამოძიების საკითხია. და ძალიან კარგად, ამიტომ ეს ბოზიშვილი ყველაფერი რო გაქვს გადაქცეული ბიჭო სასაცილოდ, საერთოდ როგორ უძლებს ეს ქვეყანა ამდენ მოღალატეს. თინა ხიდაშელის მეშვეობით, კაპანაძის მეშვეობით. კაპანაძეზეც ამაქვს საუბარი, იმიტომ გენერალური შტაბის უფროსი იყო და ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი რაც ხდებოდა. ანა დოლიძის მეშვეობით, სხვა ბიონაგავების მეშვეობით. საქართველოში გაწვრთნილმა ჯარისკაცებმა, საქართველოს მოქალაქე ჯარისკაცებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, გაიარეს სამხედრო მომზადება ქართულ შეიარაღებულ ძალებში, შემდეგ დაეთხოვენ ქართულ შეიარაღებულ ძალებს, ისინი იქნენ წაყვანილები სირიაში და იქ მონაწილეობდნენ ბრძოლაში. აი ეს სქემა, ეს რეკრუტირების აი ესეთი ლეგალური სქემა
საქართველოში შექმნა თინახიდაშელმა და ეს ბოზიშვილი თავის ქმართან ერთად დამპალი უნდა ეგდოს, უნდა ლტებოდეს ციხეში. არა მაქვს იმ სხვა უბედურებებზე საუბარი, რომელიც თინახიდაშელმა და თავისმა ნაბოზვარმა ქმარმა მოუტანეს 10 წლეულების მანძილზე საქართველოს და მე გეკითხებით, ბიჭო, ნუ თუ არ ამოგივიდათ ამ ხორიშევილ კოცებს, ბიჭო, ეს კლოუნადან ნუ თუ არ ამოგივიდათ ყელში. ნუ თუ არ ამოგივიდათ ყელში ეს არ დაიღალეთ აი ამ ცირკიდან, თქვენი გამზდელი მოვტყან, როგორ აგინებ? აბა როგორ უნდა გელაპარაკოთ კაცი? და გამოდის ახლა თინახიდაშელი და სხვაგან იშვერს თითებს, რომ სხვაგან ხდებოდა თურმე რეკრუტირება და სხვაგან ხდებოდა ეს ყველაფერი. და რაც შეეხება კაპანაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, კაპანაძის მიმართ აი ამ მომენტში ბრალდების წაყენება, ეს არის ყველაზე დიდი იდიოტიზმი, რაც შეიძლება იყოს და ესეც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებით გათვლილი. არაფერი შეხება არ აქვს ამას მის დანაშაულთან. ის არის დამოუკიდებელი პირი, ის არის გენერალი, რა ვიცი რა თქვენ გააგენერლეთ ეს ხალხი, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი აზრის გამოხატვის უფლება გააჩნია, როგორც სამხედრო პირს, როგორც ექსპერტს, თუ რა პრობლემები შეიძლება დადგეს ამ სიტუაციაში და კაპანაძეს არ უთქვია არაფერი ისეთი სასწაული, რომელიც სასწაულიც არ იცოდა შეიარაღებული ძალებში ელემენტარულად გარკვეულმა ადამიანმა, ის რომ საქართველოს საჰაერო სივრცე არის მთლიანად დაუცველი, ის რომ სტრატეგიული ობიექტი ბაქო-თბილისი ჯეიხანი, ბაქო-თბილისი ერზერუმი და ყველაფერი ეს რაც გაედინება საქართველოზე, ეს არის ჩვეულებრივად ირანის შეიარაღებული ძალების იოლის სამიზნე საქართველოში. თუ ეს ყველაფერი იქნა, აქამდე იქნა საქმე მისული. არ არიან ირანელები სულელები, არ არიან ირანელები დებილები, კიდე ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა ეს ყველაფერი და კოცებს უთხრა და ყველამ კარგად იცის. გამოცხადებული აქვს ირანელებს ის, რომ ისინი არ მიიტანენ ქვეყნებზე იერიშს, თუ კი ამ ქვეყნებიდან არ იქნება საფრთხე. ომში მტრების დამატება არავის არ უნდა და არავის არ უხარია. ეს თუ რამეები მოხდება საქართველოში, ეს იქნება პროვოკაციული ჯგუფების მოწყობილი, რომელი პროვოკაციული ჯგუფების ერთადერთი ამოსავალი ინტერესი და ერთადერთი ამოსავალი სფერო არის ის, რომ საქართველო იქნას ჩართული ამ ომში და ეს კოცების ეს მონები რო იმყოფებიან ახლა შეერთებულ შტატებში, დიდი ალბათობით ამის განხილვა მიმდინარეობს იქ. და მე კიდე ერთხელ გეუბნებით, ამდენი მოღალატის ხელში, ამათ 100-ით არ შეიძლება ამათი დატოვება სახში, აი ეს ქვეყანა შეიძლება საერთოდ გაქრეს რუკიდან. მერე ვინმე მართქვას, რომ ეს არ ვიცოდიო. არ თქვას ვინმე რომ არ ვიცოდიო. ამიტომ მოგიწოდებთ, ბიჭო, უშიშროების ოფიცრებს მოგიწოდებთ. გასაგებია, რომ ის პოლიტიკანია. გასაგები არის, რომ იმ ბოზიშვილი მდინარაძეს არაფერი არ აინტერესებს პოლიტიკური შეკვეთის გარდა. ბიჭო, თქვენ მუნდირის ღირსება ხო გაქვთ? თქვენ ხო ჩემზე უკეთესად იცით, რასაც ვლაპარაკობ მე, რომ ეს ასე იყო. რომ თინახიდაშელი და ესენი ყველაფერს ახორციელებდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების დასუსტებისთვის და მარტო ამისთვის უნდა ლტებოდნენ ახლა ციხეში. მაგრამ ეს არ გააკეთეს. ბიჭო, რამნიშნ გაანეიტრალეთ საფრთხე ქვეყანაში. გაანეიტრალეთ. ერთი მეორის მიყოლებით ყველა არის ჩაყრილი. სალაპარაკო კი არა, წადიშე გამოქლიავებულო ერთი რა მართლა ისე გადარდებს ახლა შენ ქვეყანა და ისე გადარდებთ თქვენ ამ უკნიდან განათლებულ შიგ-იმგეს, რა ქვია, ევროპელებს და შიგ ამერიკელებს და აი ამ ნაგავ ადამიანებს ისე გადარდებთ ქვეყნის ბედი, როგორც მე მათ დარდებს ახლა იმაში, რა ქვია, აფრიკის რესპუბლიკაში ლესოტოს ბედი. და სალაპარაკო კი არ მომეცაშე დასწირებულო. ქვეყანა არის გადასარჩენი. ზუსტად თქვენნაირის ბროდიდან და ზუსტად აი ხიდაშელის და აი ამ ნაძირლების ბროდიდან. მიუმართა უშიშროებას, რასაც მე ვლაპარაკობ, ეს ძალიან კარგად იცით თქვენ. ძალიან კარგად იცით. ვინ ახდენ და ლეგალიზებას რეკრუტირებისა საქართველოში ზუსტად ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების. აი ამ საფარქვეშ. და ეს არ არის გონივრული ეჭვი, ეს არის ფაქტები. და შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ფაქტები რამდენმა საქართველოს მოქალაქემ, ეთნიკურად ძირითადად ქისტებმა და არა მარტო ქისტებმა, გაიარეს წვრთნები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მათ ჯამები გაუხსნა და მეჩეთების გახსნა გაუკეთა
აი ამ ნაძირალა ქვეწარმავლმა რა კავშირები არსებობდა ხიდაშენს, ანადოლიძეს და პანკისის ხეობას შორის და ეს იყო გამოწვეული ზემოდან, რომ სპეცსამსახურები, რომლებიც აქტიურად მხარდამჭერები იყვნენ ისლამური სახელმწიფოსი, ეს იყო დასავლური სპეცსამსახურები, რომლებიც ასადის წინააღმდეგ იბრძოდნენ და მათთვის მებრძოლების მოზიდვა ეს იყო დავალება აი ასეთი გავლენიანი ჯგუფების, რომელი გავლენიანი ჯგუფებიც ყავთ აი ესე საწამლავად გაშვებული სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ხიდაშელის და სხვების. ეს არის ფაქტი, ეს არის რეალობა და თუ ამ ფაქტს და ამ რეალობას კიდე თვალს არ გაუსწორებთ, მე არ ვიცი რამდენჯერაა ეს ქვეყანა გადარჩენილი, მაგრამ ნახდათ ვიტყვი, რომ ეს ქვეყანა არ არის არსებობის ღირსი თავის დაქალიავებულ საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ყველაფერი გადაყავს სხვადასხვა კონტექსტში. თურმე ეს არის, თურმე ის არის. და ხო ომი არა, მალე ომიც იქნება და მოგეწყნებათ გამზდელი. ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა, ომი არა. აი ნახავთ მალე, მაგრამ როგორი ომი იქნება, ეს ცალკე იქნება. გასარკვევი. აი ამის თქმა მინდოდა. დანარჩენს კიდე ვისაც გაინტერესებთ ის რაც ხდებოდა დღეს შებრძანთ ახლა YouTube-ზე დადებული არის ეს ყველაფერი შემოგთავაზებთ და დღეს მექნება ძალიან საინტერესო საუბარი YouTube-ის არხზე თბილისის დროით 10 საათზე ტრანსლაცია მეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი. ამ საკითხთან დაკავშირებით კი აი ეს არის რეალობა. მაგისტრი მოსამართლის იმით კი არ უნდა იკითხებოდეს, უკვე ციხეს უნდა ხეხავდეს უშიშროების იზოლატორში. ესეც და სხვა ის ბოზიშვილები, რომლებიც დიდი და პატარა გუბაზებით არის იქ იმასქნები. და დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო და ეს ბოზიშვილები ყველა რო ციხეში ჩაყრილიყვენ 2012 წელს, ჩვენი ქვეყანა ამ უბედურებებს ბევრს აიცილებდა თავიდან. თუნდაც მეერე რო ჩაყრილიყვენ. თუნდაც მეერე ჩაყრილიყვენ, მაგრამ არა. პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი. ჩავყარეთ კი არა, ვიჯო, გენშტაბის უფროსებად და თავდაცვის მინისტრებად და ლამის იმად გახადა. აი ამიტომ ვაგინებ ბიძინა ივანიშვილი, შენი დედა შევეცი, რო ასე მოიქეცი ქართველებს და ამ დღეში ჩააგდე ჩვენი ქვეყანა. ახღვარო კაცო შე და მთელი ქოცობა საგინებელი ხარ თავიდან ბოლომდე. თქვენ საქართველო არ გიყვარდეთ, ისე თქვენი დედა მოვთხან მე რა, ისე იცოცხლეთ როგორც საქართველო გიყვარდეთ რა. აი ესაა და მორჩა და ამას როდესაც გეუბნებოდით საქართველოში, ჩვენ ვიყავით მტრები და ისინი იყვნენ კაი ხალხი. მაგრამ მიიღებთ იმას, რაც უნდა მიიღოთ. და არ ჭირდება მაგას დიდი დრო, ძალიან მალე, ძალიან მალე. კარგი, დანარჩენი გელოდებით YouTube-ის არხზე შემოგვიერთით და ნახავთ დანარჩენს.